ბიუჯეტის ხარჯები 2020 წლისათვის განისაზღვრა 20.323.900 ლარი, რაც შესრულება გამოიხატა 84.1%-ით. ძირითადად გამოიწვია, რომ პანდემიის გამო ყველა ის ხარჯი, რომელიც გათვალისწინებული იყო ბიუჯეტის მიხედვით, არ შესრულდა. 2020 წელში ბიუჯეტის შესრულების მხრივ არ გქონია სახარბიელო მდგომარეობა. კერძოდ საბიუჯეტო თანხების ნაწილი აუთვისებელი იქნა. ძირითადი წილი მოვიდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე. რამდენი დაიხარჯა 2020 წელს ხარჯები, რამდენი არის ხელფასებზე, თავის სამსახურის ხელმძღვანელებიანა და მაინტერესებს რამდენი დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ბიუჯეტის 25%-მდე უფლება გვაქვს დავგეგმოთ ხელფასებში. მართლობის თავის აიბებიდან ერთად. დაისა, მაგრამ ჩვენ უნდა 22% ნახევარი დაგეგმილი და აქედან ავიტვისებ 21%. ეს არის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულება. ვინ არის მომხრე 2020 წლის ბიუჯეტით დამტკიცდეს დღევანდელ სხდომაზე. ოპონენტი თავს იკავებს, მადლობ, წინააღმდეგი არავინ არ არის. ბევრი კითხვის ნიშნები იბადება ამ შესრულების მომენტში. პირველ რიგში მინდა რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაუსვა ხაზი, მე ვიცოდი რომ პანდემიის დროს აბსოლუტურად არაფერს ხელი არ შეეშლებოდა. იყო როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან მიმართვა მოსახლეობაზე, ასევე იყო ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც მიმართვა, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და ფაქტიურად 90% ამ ვითომ შესრულებული ბიუჯეტით შეუსრულებელი არის 70% ბიუჯეტის, რა ქვია, ინფრასტრუქტურული პროექტების არის შეუსრულებელი. უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც ამ ბიუჯეტს იმ თანხით შეეძლო ბევრი გაეკეთებინა, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. 94% ეხლა თავისთავად არ არის კარგი, რომ აითვისებ თანხებს. წარმოიდგინე ახლა რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი დარჩა გაუხორციელებელი ამ თანხით. 10-ში მეც მოგთხოვს მოსახლეობა. ჩვენ შეხვედრები გვექნება ახლა მოსახლეობასთან წავალთ. კი, ზოგმა იცის, მაგრამ თავის გამოჩენა გინდა წელს. თავის გამოჩენა კი მეც მოგთხოვს ხალხი. იმიტომ რომ უკვე არაფერს აღარ გვამატებია. შახშანდელსაც გვახსენებენ რომ წავიდეს 2 მილიონი შესაძაც გაქრა წავიდა. ამას არ გვამატებენ უკვე. უნდა გაკეთდეს.